მოგესალმებით. Გავიდა ერთი კვირა, მას შემდეგ რაც გავიარე კონსულტაცია კლინიკა კანში. ალბათ იცით უკვე რომ მას შემდეგ რაც 14 კილო დავიკელი, დიახ, 14 კილო დავიკელი. უნდა შემიცვალონ დიეტა, ამისთვის მივმართეთ კლინიკა კანის დიეტოლოგს. უნდა ავიღოთ ჩემი ახალი დიეტა და ასევე გესაუბრებით იმ საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც დამისვით კითხვების სახით პირადში გაგცემთ ყველა კითხვაზე პასუხს აუცილებლად. ძალიან ისეთი ახალგაზრდული ვარ, მაინტერესებს ჩემი ახალი დიეტა. ასე რომ, უყურეთ აუცილებლად ამ გადაცემებს და ყველა თქვენს კითხვაზე აუცილებლად მოისმენთ სწორ და პროფესიონალის მიერ დასმულ პასუხს. გამარჯობა. გამარჯობა. სასიამოვნოა, კარგად. მიხარია შენ. თქვენ როგორ გრძანდებით? კარგად, მადლობა. ესე იგი, ერთი კვირა გავიდა, როგორც იქნა და ველოდები ჩემს განახლებულ კვების რაციონს. მე, რა თქმა უნდა, ლაზარესთან შეხვედრის მერე ძალიან ბევრი უფრო ნათელი გახდა ჩემთვის შენი ვარჯიშების შესახებ. გაირკვა, რამდენ ხანს ვარჯიშობ, რა ტიპის ვარჯიშებს აკეთებ, დაახლოებით რამდენ კალორიას წვალ და ამ ყველაფრის გათვალისწინებით შევადგინე შენთვის დიეტა და რაც ყველაზე მეტად მახარებს ჩემი და ლაზარეს ხედვა ბევრ ძირითად საკითხებში ემთხვევა ერთმანეთს. ანუ ეს არ იქნება ძალიან განსხვავებული იმისგან, რაც შენ აქამდე ესე ვთქვათ გქონდა. ძალიან კარგი მიხარია. ჩვენ დღეს გადავწყვეტეთ რომ წავიდეთ ერთად პროდუქტების ასარჩევად, რაშიც ხალბატონი ნატალიც დამეხმარება და თქვენ კითხვებსაც აუცილებლად გასცემს პასუხს. ესე იგი, როგორც მე ჩემი დიეტიდან გავიგე, ასე ვთქვათ, მენიუ უნდა იყოს საკმაოდ მრავალფეროვანი. რა თქმა უნდა, კი, რა თქმა უნდა, რომ ორგანიზმმა არ განიცადოს დეფიციტი ყველა იმ საჭირო მინერალების, ვიტამინების და სხვა საკვები ნივთიერების, რომელიც ასე გვჭირდება დიეტის დროს განსაკუთრებულად იმ დროს, როცა ესე აქტიურად ვარჯიშობ. გასაგებია და იცით რა მაინტერესებს? ანუ ის დიეტები რაღაცა სულ ერთი და იგივე პროდუქტს რომ ის განმავლობაში ვიღებთ, არასწორია და მავნეა ჩვენ. რა თქმა უნდა, მონოდიეტები, ასე წოდებული მონოდიეტების გამოყენება შესაძლებელია განტვირთვის დღეების სახით, მაგრამ ხანგრძლივად მისი დაცვა არ იქნება რეკომენდებული, არ არის სასურველი, ზუსტად მაგიტომ, რადგანაც ორგანიზმი ვერ ღებულობს ყველა იმ აუცილებელ ნივთიერებას. ესეთი განტვირთვის დღეები ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ, თქვათ, კვირაში ერთხელ ან 10 დღეში ერთხელ, მაგრამ ხანგრძლივად მათი დაცვა არ არის სასურველი. ანუ ჩვენმა ორგანიზმმა უნდა მიიღოს ცილებიც, ცხიმებიც და ნახშირწყლებიც, ვიტამინებიც და მინერალებიც, რა თქმა უნდა. ის უნდა მიიღოთ ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი, ან რას გულისხმობს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მეკითხებიან ხოლმე მაგალითად რომელი პროდუქტი შეიცავს ნახშირწყალს, რა თქმა უნდა. ცხიმს, იმიტომ რომ უმეტესობამ არ იცის როგორც წესი. როგორც წესი, ჩვენი საუზმე უმჯობესია რომ დაიწყოს ნახშირწყლებით, სასურველია რომ ეს იყოს რთული ნახშირწყლები, რომლებიც ჩვენ გვამარაგებენ ენერგიით, რომელიც ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მთელი დღის განმავლობაში. ნუ ყველაზე ისე ვთქვათ, მარტივი რთული ნახშირწყლები და სასარგებლო, რაც იქნება კარგი საუზმის დროს, ეს იქნება ჩვენთვის ყოველთვის ძალიანაცნობი შვრია, გერკულესი იგივე, წიწიბურა. მაგრამ სასურველია რომ მათთან ერთად ამ რთულ ნახშირწყლებთან ერთად ჩავთოთ ცოტა ცილოვანი პროდუქტი, რაც უფრო ისე თქვა ბიძგ მისცემს ჩვენ ნივთიერებათა ცვლას. სასურველია რომ ჩვენი საუზმის დაახლოებით მეხუთედი ნაწილი, ანუ 20% იყოს ცილოვანი საკვები. რა არის ეს ცილა? განსაკუთრებულად ის, რაც ჩვენ შეგვიძლია დილით მივირთვა. ეგ შეიძლება იყოს კვერცხი, მოხარშული სახით ან ომლეტის სახით. დილის კვება საუზმე უნდა იყოს საკმაოდ ნოყიერი, რომ ჩვენ მოგცეს საკმარისი ენერგია მთელი დღის განმავლობაში და ამ ენერგიას ჩვენ მოვასწრებთ და დავწვავთ. ცილასთან ერთად კვერცხი ვახსენეთ, კიდე შესაძლებელია ხაჭო, ან ნაკლებ ცხიმიანი ყველი, ნაკლებ ცხიმიანებში შეიძლება გამოვიყენოთ, ან თქვათ ჭყინტი იმერული ყველი, ან ნაკლებ ცხიმიანი შედარებით სულუგუნი. ანუ როგორც აღვნიშნეთ ჩვენ რომ დილას სასურველია დავიწყოთ ნახშირწყლებით და ცილის ზომიერი რაოდენობით, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცილოვანი პროდუქტები სასურველია რომ მივიღოთ ყველა ისე ვთქვათ კვებაზე, ეს იქნება საუზმე, ეს იქნება სადილი თუ ვახშამი, ოღონდ მაქსიმალურად სასურველია რომ გავანეიტრალოთ ბოსნეულით. თან
შეგვიძლია გამოვიყენოთ მრავალფეროვანი ბოსტნეული. მადლობა ღმერთს, საქართველოში ვცხოვრობთ და გვაქვს ამის შესაძლებლობა. კიტრი, პომიდორი, კომბოსტოების ყველანაირ სახეობათან გაითვალისწინე, რომ ბროკოლი ერთ-ერთი ესეთი ბოსტნეული, რომელიც ხელს უწყობს ნივთიერებათა წვლას, ბულგარული წიწაკა, მწვანილები, სალათის ყველანაირ სახეობა მაქსიმალურად ჩართე შენ რაციონში. მაქსიმალურად გამოიყენე ფერთა გამა. ეს იქნება ძალიან ლამაზი პირველ რიგში, და გემოზე უკვე აღარ ვლაპარაკობ და ჯერ ესეთი ისიც არ შეიძლება რომ არ აღვნიშნოთ, რომ ბოსტნეული მდიდარია უჯრედისით, ბუნებრივი უჯრედისით, რომელიც ჯერ ერთი ნოყიერების გრძნობას გვაძლევს, ეგ ერთია და მეორე ძალიან სასარგებლოა. კუჭნასწლავის ტრაქტის ხდება მაქსიმალურად უწყობს ხელს აი შლაკების გამოდევნას ორგანიზმიდან და მდიდარია ვიტამინებით, მდიდარია მინერალებით და ესეც არის ერთ-ერთი ვთქვათ რთული ნახშირწყლების წარმომადგენელი. გასაგებია, რა მაინტერესებს იცით, ანუ ჯანსაღი ცილა, ვამბობთ, რომ ეს ცილა უნდა მივიღოთ დღეში 3-ჯერ და გასაგებია, რომ კვერცხში არის ცილა. კიდევ რაშია ცილა, რომელიც შეიძლება ხორცი, ყველანაირი ხორცი, ხბო, საქონლის ხორცი. ნაკლებად გირჩევ, რა თქმა უნდა, ცხვარს და ღორის ხორცს, რომელიც ისედაც ძალიან ცხიმიანი ხორცია, მაგრამ ხბო, საქონლის ხორცი, ქათამი, ინდაური, კურდღელი შეგიძლია მიირთვა ნებისმიერ, ისე ვთქვათ, ვარიაციაში. უბრალოდ თავარია გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ბევრი არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოვამზადებთ ამა თუ იმ პროდუქტს. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ გამოვიყენოთ ისეთი მომზადების მეთოდი, სადაც ცხიმს ჩვენ მინიმალურად გამოვიყენოთ. ან მოხარშული, ან მოთუშული, ან გრილზე შემწვარი, ან ღუმელში გამომცქვარი, ან აეროგრილში გაკეთებული, ან შამფურზე შემწვარი. შამფურზე შემწვარი ცილის მიღება შეგვიძლია თურმე? რატომაც არა, მთავარია ეს ცილა იყოს ჯანსაღი, მაგალითად ხბოს მწვადი, ერთ-ერთი ყველაზე კარგი, ისე ვთქვათ, ცილის მატარებელი პროდუქტი, ან ქათმის მწვადი, ან ინდაურის მწვადი. რატომაც არ ვიცოდი, მე მეუბნებოდნენ, რომ შენთვის მწვადი არ შეიძლება. თუ ეს იქნება შამფურზე შემწვარი და ხორცი იქნება მჭლე, შეგიძლია მიირთვა, რატომაც არა. მწვადი შეგვიძლია ვჭამოთ. ხო, მთავარი არ იყოს ღორი და არ იყოს ცხვარი. კი, ბაბარი. გასაგებია, რა მაინტერესებს კიდევ? ანუ ბოსტნეული და ასე ვთქვათ, მწვანილი ნებისმიერი სახით შეგვიძლია მივიღოთ, თუ არის რაღაც ბოსტნეული სიტყვაზე, რაც არ არის მაინდა-მაინც რეკომენდირებული. ფაქტიურად, ყველა ბოსტნეული შეგვიძლია მივირთვათ, ან უმად სალათებში, ან ოდნავ მცენარეულზეთში, მოთუშრულ ვარიაციაში, ან ბოსტნეულის წვნიანი. მთავარია კიდევ გვახსოვდეს, რომ არ უნდა იყოს ძალიან ცხიმიანი და რა თქმა უნდა არ უნდა იყოს ძალიან მარილიანი. თქვათ ერთადერთი შემიძლია, ისე ვთქვათ, კომენტარი გავაკეთო სტაფილოზე და ჭარხალზე. უმად სტაფილო და ჭარხალი ჩვენ შეგიძლია ჩავრთოთ ჩვენს ვთქვათ კერძებში, ოღონდ იმ შემთხვევაში რომ არ იყოს კერძის მთავარი კომპონენტი. იმიტომ რომ ეს ორი ბოსტნეული მდიდარია ანუ შაქრით, შაქრიანობა აქვს ძალიან მაღალი და არ არის სასურველი რომ დიდი რაოდენობით მივირთვათ თერმულად დამუშავებული, იმიტომ რომ გლიკემიური ინდექსი ამ დროს უფრო მაღალი და უფრო სწრაფად ხდება შეწოვა ამ შაქრის ამ ნახშირწყლების ამ ბოსტნეულიდან სისხლში. უმად კი ბატონო, ისე ვთქვათ, ზომიერი რაოდენობა სალათებში პირიქით ძალიან კარგია, მაგრამ არა მთავარი კომპონენტი და არა ისე ვთქვათ, მოთუშრულ, მოხარშულ ან რაღაც ნებისმიერ თერმულად დამუშავებულ მდგომარეობაში, როცა შეწოვა კიდევ ერთხელ უფრო სწრაფად ხდება. გასაგებია, ანუ რო შევაჯამოთ, შეგვიძლია რომ მივიღოთ ნახშირწყლები, ასე ვთქვათ, რთული ნახშირწყლები დილის განმავლობაში, ასევე ცილა, საღამოს უფრო ცილას და ბოსტნეულს უნდა მივანიჭოთ. კი, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ცილა შეგვიძლია მივირთვათ ყველა ისე ვთქვათ საჭმლის მიღებაზე. ანუ ეს იქნება სადილი, ეს იქნება ვახშამი თუ საუზმე. განსაკუთრებით საღამოს, ანუ ვახშმის დროს ჩვენ უპირატესობას ვაძლევთ ცილოვან პროდუქტს და რა თქმა უნდა, ეს ცილოვანი პროდუქტი სასურველია რომ იყოს ნაკლებად ცხიმიანი. უფრო უპირატესობა მივანიჭოთ, ვთქვათ, ნაკლებ ცხიმიან ხაჭოს, ან კეფირს, ან მაწონს, ან იგივე ქათმის ხორცს, აი ფილეს სახით მოხარშულ მდგომარეობაში, რატომაც არა. ასევე ჩვენ როცა ვლაპარაკობდით
ცილებზე ჩვენ არ აღვნიშნეთ თევზი. თევზი ერთ-ერთი ყველაზე ესე ვთქვათ ჯანსაღი პროდუქტია, განსაკუთრებით სასარგებლოა ისე ვთქვათ ცხიმიანი თევზი, ზღვის თევზი, როგორც არის ორაგული, როგორც არის სკუმბრია, იმიტომ რომ ეს თევზი არის მდიდარი ომეგა-3 ცხიმჟავებით და ეს ის ნივთიერება, რომელიც ყველას გვჭირდება, განსაკუთრებით ქალებს გვჭირდება, იმიტომ რომ ის არა მარტო ნივთიერებათაც უწყობს ხელს, ის უწყობს ხელს ჩვენი კანის მდგომარეობას, ჩვენი თმის და ფრჩხილის რაოდენობას. ანუ ეს ძალიან ისეთი სასარგებლო და აუცილებელი ნივთიერება და თევზი ზუსტად ის პროდუქტია, რომელიც შეიცავს ამ ომეგა-3 საკმაოდ დიდი რაოდენობით. როცა იკვებები ჯამთელად, ყველაფერი არის დამოკიდებული დოზირებაზე. თუ შენ არ გჭირდება დაკლება და უბრალოდ გინდა რომ ფორმაში იყო, ზომიერი რაოდენობა, ანუ მინიმალური რაოდენობის ჭამა ფაქტიურად შეიძლება ყოველთვის. თავარია რომ ისე ვთქვათ ეს არ იყოს ყოველდღიური და ეს არ იყოს ძალიან ბევრი, ხომ? მაგრამ აქტიური კლების დროს, რა თქმა უნდა, სასურველია რომ ზოგიერთი პროდუქტი შევზღუდოთ. მაგალითად, როგორც ალკოჰოლი, სამწუხაროდ, ტკბილი გაზიანი სასმელები, ასევე გაზიანი მინერალური წყალით ჯობია შევცვალოთ რომ ჩვეულებრივი წყლით. ანუ აი ეს რატომ გაზიან მინერალურ წყალზე ძალიან ხშირად მომდის შეკითხვა ხოლმე, რომ აი იმიტომ რომ დიდი რაოდენობით შეიცავს მარილს და ჩვენ პირიქით ვცდილობთ რომ მარილის რაოდენობა ცოტა შევზღუდოთ, თან შენ დიდი რაოდენობით წყალს მიირთმევ და მარილს აქვს წყლის შეკავების უნარი, ამიტომ არ არის სასურველი. და თან რატომ მინერალური, როცა შეიძლება ჩვეულებრივი წყალი დავლიოთ, რომელსაც ექნება ძალიან კარგი, ისე ვთქვათ, უფრო ჯანმრთელი შედეგი შენთვის. ასევე რომ უნდა შევზღუდოთ მარტივი ნახშირწყლები. რა არის ეს მარტივი ნახშირწყლები? ეს არის ცომეულობა, ეს არის ტკბილეულობა, ეს არის იგივე კარტოფილი, რომელიც ყოველს ასე უყვარს და ძალიან ხშირად იყენებენ თავიანთ ყოველდღიურ რაციონში, ხო? ეს არის ყველანაირი, ისე ვთქვათ, fast food-ის და სწრაფი კვების ობიექტების რაციონი, როგორც არის ხაჭაპური, ლობიანი, სხვადასხვანაირი ღვეზელი. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ დაბალი ცხიმიანობის შემცვლელ რძის ნაწარმს, აი რძის ნაწარმი, ხო, იგივე ხაჭო, იგივე არაჟანი, იგივე რძე მაღალი ცხიმიანობით, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი და ჯობია რომ მაქსიმალურად მივიღოთ ნაკლებ ცხიმიანი პროდუქტი. ანუ ანალოგიურად იქნება ალბათ იოგურტებზე, დატკბილ ხაჭოზე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ყოველთვის გარდა იმისა, რომ თქვათ კილოგრამების დაკლებასთან ერთად ჩვენ ხო უნდა ვიზრუნოთ ჩვენ ჯანმრთელობაზე, ხო? ყოველთვის სასურველია რომ იგივე იოგურტში ჩვენ თვითონ დავამატოთ, იგივე ერთი ჩაის კოვზი თაფლი თუ არ მოგწონს ის საერთოდ უშაქრო. ან რამდენიმე თქვათ ლებანი ხილი შეგვიძლია დავამატოთ. ამით ჩვენ უფრო ჯანმრთელს გავხდით, იმიტომ რომ იმ ქართულად დამატებულ იოგურტებში ძალიან ბევრი დამატკბობელია, ძალიან ბევრი სხვადასხვა კონსერვანტები, შეიძლება საღებავიც იყოს. ამიტომ ყოველთვის სასურველია გავაკეთოთ ესე პრიორიტეტი მივანიჭოთ უფრო ჯანმრთელ პროდუქტებს. როგორც თქვენ მითხარით, უნდა ამოვიღოთ ცომეული რაციონიდან და მაინტერესებს ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყველა სახის ცომეული უნდა ამოვიღოთ რაციონიდან. შეგვიძლია თუ არა მივიღოთ პური, მაგალითად, რომელი პური შეგვიძლია რომ მივიღოთ დღის რომელ მონაკვეთში და რა რაოდენობით. რა თქმა უნდა, სასურველია რომ ცომეულობა ამოვიღოთ ჩვენი რაციონიდან, მაგრამ რაც შეეხება პურს, პური არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ჩვენი, ვთქვათ, მენიუს და ჩვენი რაციონის. მაგრამ თუ ჩვენ სურვილი გვაქვს რომ წონაში დავიკლოთ, რა თქმა უნდა, პურის მიღების რაოდენობა უნდა შევამციროთ. მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნო ის, რომ განსაკუთრებული ზიანი ჩვენი ორგანიზმისთვის, ჩვენი წონისთვის და ჩვენი, ისე ვთქვათ, ფიგურის ფორმისთვის გვაძლევს ის პური, რომელიც არის დამზადებული უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილისგან. მარცვლოვანი პური, ის პური, რომელიც არის დამზადებული საფუარის გარეშე, აი ლიტვური 0%-იანი პური, რომელიც დამზადებულია საფუარის გარეშე, ამ პურის ზომიერი მიღება დღის განმავლობაში არ იქნება ჩვენთვის ძალიან ისეთი ზიანის მომტანი. მით უმეტეს, კიდევ ერთხელ ვითვალისწინებთ, რომ შენ ძალიან აქტიურად ვარჯიშობ. ამ დროს პურის 1-2 ნაჭერი დღის განმავლობაში შენ ნამდვილად არ მოიტანს ზიანს. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი პური ის გვამარაგებს
B ვიტამინებით, PP ვიტამინით, ის მდიდარია სხვადასხვა მიკროელემენტებით, როგორიც არის ნატრიუმი, კალიუმი, რკინა, ფოსფორი და მრავალი კიდე სხვა. არ შემიძლია ცალკე არ გავჩერდე B ჯგუფის ვიტამინებით, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი მომარაგებელი ჩვენი ორგანიზმის პური. ამიტომ ასევე კიდე პური ისე ვთქვათ ათვინიერებს სტრესს. ხო, ამიტომ შეიძლება ისე ვთქვათ ძალიან ზომიერი რაოდენობა დღის განმავლობაში მივირთვათ პური. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის დღეში სასურველია დაახლოებით 200-300 გრამი პური. თუ ის აქტიურად ვარჯიშობს და არ ჭირდება წონის კლება, ეს რაოდენობა შეიძლება იყოს ცოტა მეტი, 300-350 გრამი. მაინტერესებს დღეში რამდენჯერად იკვება ითვლება ნორმალურ კლებად, ასე ვთქვათ, ჯანსაღკვებად, რამდენჯერ უნდა ვჭამოთ ხნის განმავლობაში და დაახლოებით რამდენხნიანი შუალედია მათ შორის რეკომენდირებული. კი ბატონო. ყველაზე ისე ვთქვათ, სასურველი არის 4-ჯერ, 5-ჯერ მინიმუმ. იმისთვის, რომ მაქსიმალურად არ გავაჩეროთ ჩვენი მეტაბოლიზმი. ამიტომ ყოველთვის სასურველია, რომ დავიცვათ შემდეგი ინტერვალები კვებიდან კვებამდე. ეს არის მინიმუმ 2 საათი, მაქსიმუმ 4 საათი. ყველაზე ისე ვთქვათ, ოპტიმალური დრო კვებიდან კვებამდე შეადგენს 3 საათ ნახევარ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ პირველ რიგში იმისთვის, რომ მეც ესეთ ძალიან მაგარი საჩუქარი გამიკეთეთ. ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვის თქვენთან ურთიერთობა. და მადლობა პირველ რიგში, რომ გაგვეცით ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რომელსაც მე მისვამდნენ ამდენი ხნის განმავლობაში. დღეისათვის სულ ეს არის. დამატებით კონსულტაცია თუ დაგჭირდებათ, აუცილებლად ესტუმრეთ ქალბატონ ნატალის კლინიკა კანში და აუცილებლად დამისვით სხვა კითხვებით, რომელიც გაქვთ. ნახვამდის მომდევნო შეხვედრამდე.